ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკანში მონახულების შემდეგ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ღარიბაშვილის პირველ წერილში გამოთქმული მოსაზრება ძალაშია და განაცხადეთ, რომ ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლას იწყებს. ადვოკატმა თქვა, რომ წერილები კიდევ იქნება. ამ დროისთვის კი ორი გზავნილით ვიცით, რომ ივლისში ღარიბაშვილის მონაყოლით დინარაძისგან მიიღო წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი ახალი კორუფციული დანაშაულის აღიარებას თავაზობდნენ. სანაცვლოდ ღარიბაშვილს უკვე მისჯილი 5 წლიანი პატიმრობის ვადა აღარ გაეზრდებოდა. ყოფილი პრემიერის ვერსიით ოცნების მხრიდან მისი პოლიტიკაში დაბრუნების თუნდაც 1%-იანი რისკის შიში იკითხება აქ და სწორედ ამის გასანეიტრალებლად მოითხოვდნენ მისგან ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას, რის შემდეგაც მას უკან პოლიტიკაში გზა მოეჭრებოდა. დინარაძე ბრალდებებს უარყოფს და დიდ სულოვნად ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ კაცზე შეტევას არ აპირებს. ნინი ბალანჩივაძე აკვირდება ამ საკითხს უკვე მესამე დღეა და შემოგვერდება ახლა. დიახნინო, ბოლო 3 დღეში ორი სხვადასხვა წერილი განცხადება ვნახეთ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, თუმცა ამ დრომდე არ მოგისმენია რა არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. მართალია მეორე განცხადების შემთხვევაში ყოფილმა პრემიერმა შეცვალა პოზიციები და საერთოდ არ უხსენებია მისი სახელი და გვარი, თუმცა არცაც წასულა პირველი განცხადება, სადაც ხაზგას მიწერია ის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს მას შესაბამისი წერილი და სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. შემდგომ კი უკვე დააზუსტა, რომ ეს წერილი მან შეუგზავნა მამუკამ დინარაძეს. დღეს მხოლოდ მამუკამ დინარაძემ გააკეთა მეორე შედარებით ვრცელი გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მას არ უსაუბრია სიღრმეებზე, უბრალოდ მოვისმინეთ განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბრალდება არის გამოგონილი და ემსახურება იმას, რომ ქართული ოცნების მოქმედმა გუნდმა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, საინტერესო არის ოცნების რიგითების მამუკამ დინარაძის გარდა, მათ შორის რა იქნება ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რაც ამ დრომდე როგორც უკვე გითხარით უცნობია და საინტერესო არის როგორ განვითარდება პროცესები და რა ექნება უკვე მომდევნო დღეებში სათქმელი ღარიბაშვილს, ვინაიდან დღეს მისმა ადვოკატმაც დაანონსა ის, რომ განცხადებები რუსთავის ნომერ მე-12 პენდენციური დაწესებულებიდან ისევ გაგრძელდება. არ დამთავრებულა ეს განცხადებები, რომელსაც ამ ფორმით შეუძლია, ხო, ის პატიმარია და ამ ფორმით შეუძლია განცხადებები გააკეთოს, შესაბამისად უნდა დაველოდოთ. რის გამოქვეყნებას აპირებს ორი სხვადასხვა განცხადების ავტორი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი კი ისაა, რომ განსხვავებით პირველი განცხადებიდან, სადაც ყოფილი პრემიერი მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სრულად ბიძინა ივანიშვილს აკისრებდა, უკან დაიხია და მომდევნო განცხადებაში ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრალდებები მამუკამ დინარაძისკენ მიმართა. დღეს კი ექს-პრემიერთან შეხვედრის შემდგომ მისი ადვოკატი გვიმტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი არსად გამქრალა და ყოფილმა პრემიერმა მეორე წერილში დააზუსტა მხოლოდ ის, რომ დინარაძე ივანიშვილის დავალების შემსრულებელი იყო. მან დაასახელა კონკრეტულად ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა, მან დაასახელა ფაქტი, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა დინარაძისგან. დინარაძემ გაუგზავნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტო. მამუკამ დინარაძე როგორც წერია წერილში, მამუკამ დინარაძე იყო შემსრულებელი და მან გაუგზავნა. თუ ღარიბაშვილის განცხადების პირველ ვერსიას გავყვებით, მაშინ ივანიშვილი მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ განადგურების გეგმას აწყობს და საქმეს პოლიტიკური ნიშნით უკერავს. მაშინ ჩდება ლეგიტიმური კითხვა, მოუწია თუ არა უკან დახევა ექს-პრემიერს ზეწოლის ფონზე და დაუკავშირდნენ თუ არა მას ან მის ოჯახის წევრებს ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლები. არანაირი ამ ეტაპზე ზეწოლის ფაქტები თქვენ განადგურებაც ახსენეთ. განადგურება არის როგორც ფიზიკური, განადგურება არის ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურ მხარეს გაუსვა ხაზი. პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მე კომენტარს არ გავაკეთებ კიდევ ერთხელ ერთი მარტივ მიზეზის გამო. პრობლემური ჩვენთვის არა. პრობლემური თავისთვის. უცნობია რა იგულისხმა მოქმედმა პრემიერმა გუშინ გაკეთებულ ამ განცხადებაში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ დინარაძე ღარიბაშვილისთვის წერილის შეგზავნას საკუთარ თავზე კობახიძის გარეშე აიღებდა. სამთავრობო მედიასთან დღეს გაკეთებულ კომენტარში სუსის ხელმძღვანელობიდან გადაყენებული დინარაძე თავს იზღვევს და შემდეგი ბრალდებების საჯაროდ გახმაურებისთვის ნიადაგს ასე ამზადებს. მოდი მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ. შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია. და მე ვფიქრობ, რომ ხა ამ ჩემი სიტუაციიდან თალად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე ჩემიდან გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით,
როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესე კომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები შეიძლება უარესიც იყო, არის და იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრალდებებისთვის მზად ვართ, თავარი ეს ბრალდებები არ იყოს რეალური. და ამასაც გადავიტან და ბევრ ამასაც და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. ოცნების ორგზის პრემიერი, რომელსაც უკვე ოფიციალურად მსჯავრდებული სტატუსი აქვს, წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა, თუმცა დეკლარაციაში არც უკანონოდ ნაშოვნ ათობით მილიონს უთითებდა და არც მრავალათასიანი ბიზნესიდან შემოსავალს, მათ შორის არც მამის ტარიელ ღარიბაშვილის საწარმოდან შემოსულ თანხებს. შემოჭრავს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური კანონიერი ბიზნეს საქმიანობა. ამის თაობას თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელიც მოეცენიათ როგორც პენსიონერს. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს აქვს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი, ასე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობა და ქონება. ღარიბაშვილის სახელზეა ჩარტერული რეისიც, რომლითაც ექს-პრემიერმა შვილი ამერიკაში გაუშვა, მოგვიანებით კი გვიმტკიცებდა იმას, რომ გზავრობის ხარჯები მამამისმა დაფარა. შესაბამისად, ღარიბაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ოპოზიციისთვის კითხვები არსად გამქრალა, თუმცა ახლა ივანიშვილთან დაპირისპირება მათთვის მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებით აიხსნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველაზე სანდო ადამიანსაც კი ციხეში გაუშვებს. ღარიბაშვილი ახლა ვაჭრობს მის უსაფრთხოებას, ვინაიდან იცი ზუსტად რატომ გააბრაზა ივანიშვილი. და ეს არის მათი, ანუ ბატონის და ყმის, ასე ვთქვათ, შეტლიკინებას უყურებთ. აი ღარიბაშვილი შეეტლიკინა და უკან დაიხია. ეს არის მთელი ამ რაღაცა ორდღიანი საგის მთავარი შინაარსი. არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს შიგნით მათ რა დაპირისპირება. სწორედ ივანიშვილის ძალაუფლების ბრძოლას შეეწირა ღარიბაშვილის ფიგურა და ამიტომ გაუშვა საპატიმროში ირაკლი კობახიძემ შესაბამისად. და ეს კიდევ ერთხელ უნდა ახსენებდეს ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერს, თუ მის მსახურებაში ყოფ პირს სწორად შეიძლება მას დაემართოს, მაშინ როდესაც ის აღარ იქნება საჭირო ივანიშვილის ძალაუფლებისთვის. 2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 24 საცხოვრებელი ბინა და სახლი გაჩხრიკა. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრემიერი, სუსის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენერალური პროკურორი და მათთან დაკავშირებული პირები. ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოიღეს ძვირფასი ნივთები, ოქროს ზოდები, 7 მილიონი დოლარი, რომლიდანაც მხოლოდ 6 მილიონი ნახევარი ღარიბაშვილის კუთვნილი თანხა იყო. სრულს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.